მარგანეცის ქალაქი ჭიათურა. მე ვარ ელენე აბაშიძე. დავიბადე 1922 წლის 18 მარტს ქალაქ ჭიათურაში. ჭიათურამ დამანახა, რომ შეიძლება თურმე ცხოვრობდე ქალაქში და ცხოვრობდე შენიანებში. დამამი ბავშვი ვიყავი საერთოდ. საბავშვო ბაღში დავამთავრებდი ხოლმე. მოვდიოდი ხოლმე მთელი ჭიათურა ფეხით უნდა დამევლო. სულ არაფერი უნდა მცოდნოდა. სად რა ხდებოდა ჭიათურაში. პიანინო არ მქონდა სახში. ტექნიკუმი რო დაამთავრებდა მუშაობას საღამოზე და რაჯი ვინც იყო, ის მათხოვებდა ხოლმე გასაყებს. ასეთნაირად მიწყობდნენ ხელს. მამა გადამისახლეს 14 წლის რო ვიყავი. დედას აუკრძალეს მუშაობა საბჭოთა დაწესებულებაში. დადიოდა კარდაკარ და ვისაც სარეცხი ქონდა გასარეცხი რეცხავდა ერთი სიტყვით დაჩაგრულივით ვიყავი. უნივერსიტეტი რო დავამთავრე, გამგვაგზავნეს პედაგოგებად. პერევისის საშუალო სკოლაში. 4 საგანს ვასწავლედი. გეოგრაფიას, რა თქმა უნდა, გეომეტრიას, ისტორიას, ფიზიკას. მე ჩემი გზა მქონდა, არ იყო ჩემი საქმე პედაგოგობა. რომ წამოვედი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმიღეს. იქ მქონდა 600 იმანეთი ხელფასი, მაგრამ ექსპედიცია იყო ჰიდროლოგიური. ვთხოვე, გადავეყვანე მინისტრს. 600 იმანეთი გაქვს ხელფასი და იქ გექნება 120 იმანეთია. შეელევი ამ ხელფასო? კითხო მეუთხარ შეველევი თქო. მე ეს გზა ავირჩიე, იმიტომ რომ ჩემთვის ფულს და ჩემთვის არ ცხოვრებას არაფერი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. არა ვარ მე ამის გალი. ღამის 4 საათამდე ყოფილა შემთხვევა, რომ მე ვზივარ და მუშაობ და დავხედავ საათს, შემეშინდება ხოლმე ხანდახან. იმიტომ რომ ძილს ხო გინდა რა, რაც არ უნდა მიჭირდეს, რაც არ გასაკეთებელი უნდა გააკეთო. ელენე აბაშიძე, გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. იგი ავტორია 540 სამეცნიერო ნაშრომის და 13,200 ექსპერიმენტისა. ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ელენე აბაშიძეს 1998 და 2003 წლებში წლის ქალბატონის წოდება მიანიჭა. იგი შეყვანილია მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის და მსოფლიოს 100 ყველაზე საინტერესო ადამიანის სიაში. ამერიკამ ღირსების ორდენი მომწია, ღირსების ორდენი გესმის. ნობელის პრემია თუ მეკუთის უნდა მომწია. ეს მარტო ჩემი ნობელის პრემია კი არ არის, ეს საქართველოს პრემია. არ მაშინებს უკვე სიკვდილი, იმიტომ რომ მე ჩემი მოვალეობა შევასრულე პირნათლად. აი ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა.